სხვათა შორის ბევრს აქვს ენაზე წამოხვეული, რომ აი მაგალითად 7 დეკემბერს აქცია რომ მოაწყვეთ რა შედეგი დადეს და ტყუილად გამოყავთ ხალხი. ზუსტად იმ აქციის შედეგი იყო, რომ პარლამენტმა განხილვაში მიიღო ეს ჩვენი კანონპროექტი. აი მაგ აქციის შედეგი იყო ზუსტად და ეს პატარ-პატარა ნაბიჯებით რომ მივდივართ წინ შეუპოვრად და თავს არ უხრით, ხო? ყველაფერს მოაქვს შედეგი და ყველაფერი იმას იზავს გამოიტანს. ჯერეთი ეგ რა პრეტენზია მე ვერ გავიგე თქვილა გამოგყავთ ხალხი გეგონება მარტო მე მეხება ეგ პრობლემა და ან ამ ხალხის გამოყვანაში რაღაცა მე პირადი ხეირი მაქვს. არავის არაფერი არ გვაქვს, კაცო, შარის გარდა. და თქვილა გამოგყავთ რას ქვია? ანუ რა ვიცი, ანუ თქვილა რა, ვინმე რამე იმას ელოდება ამისგან გამოხვალთ და რას ქვია თქვილა გამოსვლა. ნუ გამოვიდეთ, ეს ყველას ვარია, ვინმესთან სახვეწარეკი არ უნდა გქონდეს. ანუ ზოგადად აპარატი არის საფრთხეზე, რომელიც როგორც ყველაზე ერთნაირად გვემუქრება. აი უყურე, ეხლა ხო ამაზე აქვს აქცენტი. მოდი ცოტა უკან გადავინაცვლოთ და ჩვენ სოციალურ პრობლემებზეაც აქ ქონდა აქცია. ანუ ადამიანებს ვეუბნებით, რომ შენს გამო გამოვდივართ. შია, თუდათა ხარ წამალუძვირია, გადასახადები მოგიმატეს, ჯარიმები გაგიზარდეს და ნეტარას გამოდიხართ. ბიჭო, რავი, შენს გამო გამოვდივართ, კაცო, ამ დღეში ხარ. და ვერ ახდება ეს ხალხი. აი, გონიათ, რომ ჩემს გამო გამოვდივარ მარტო. ანუ ზოგადად ეს გამო გამოვდივარ. ზოგადად და ყველას პრობლემას ვიზახით, რომ ბიჭო, პრობლემაში ხარ, გაჭირვებული ხარ, გადასახადები გაგიზარდეს, ცუდათა ხარ, გშია, გცივა, ჭერიდან წყალი ჩამოგდეს. წამას ვერ აყიდულობ. ქვეყნიდან გარბი ხარ, კაცო. შვილი არ გაგიზდია. საჭმელი არ გაქვს, შვილებს საჭამო და კიდე აქეთ ჩემსკერი შენს გამო გამოვდივარ ადამიანო. იმიტომ გამოვდივართ ეხლაც რომ შენი მომავალი თაობა ისლამისტები რო არ გახდნენ. ანუ ზოგადად ჩვენმა აქტიურობამ და თქვენმა ყველასი ვინც ამ პროცესში ვართ, მაგალითად ამ კურიერების თემაზე შედეგად მოიტანა ის რომ ну, შეიძლება ბოლომდე არ აღმოიფხვრა და ჯერ კიდევ საბრძოლია, მაგრამ 80% ალბათ სულ ცოტა, 80-90% უცხოელი კურიერების ჩვენ ასე ვთქვათ, ქართველები ვინც ჩაანაცვლა, მან ისევ დავაბრუნეთ, მუშაობენ ისევ ქართველები, ჩვენი მოქალაქეები. რავი ხა, ეს შედეგი არ არის? აი კუჩაში აი ჯაბა ერთი ის გავაკეთოთ. მე აი მეგობრებო, ბევრს გემახსოვრებათ, საწვავის ფასების გამო რომ გამოვიდნენ კურიერები, დაახლოებით 1-3 წლის უკან, თუ 2 წლის უკან. დაახლოებით 1-300 თუ 400 იმით იყვნენ მოტოციკლეტებით გამოსულები ეს კურიერები. ძალიან ბევრი ქართველები. მაგრამ 1 წლის უკან და 2 წლის უკან 30 ქართველიღა გამოვიდა. ისინი ამოწყვლები იყვნენ უკვე. გამიგე? ის იმ ხალხმა მიატოვა სამსახური, იმიტომ რომ იაფინუშა ხელი ეხლა ცოტა კიდე მომრავლდნენ. აი ჩვენი აქ ჯაბარას ამობს, მაგის მერე უკვე ის ოცხოელები რომ ვეღარ საქმდებიან, ეხლა ისე მომრავლდნენ ეს ქართველები. აი მაგიდან უნდა გააკეთოთ ანალიზი. ადრე რამდენი იყო, მერე რატო გაქრნენ ქართველები და რატო უცხოელები რატო მომრავლდნენ და ეხლა ისევ ქართველები რატო მომრავლდნენ. ანუ შედეგებზე ესე უნდა გავაკეთოთ ანალიზი, რა პატარა ანალიზი. ეგ ხო ეგრე ხდება დავით, ეგ ხო ეგრე ხდება ყოველთვის, როცა ადგილობრივი არის და საქმებული თავის ქვეყანაში, იმას აქვს პრეტენზია, რომ ღირსეულად იცხოვროს და ღირსეული ანუ თავისი შრომა ღირსეული ანაზღაურებადი გახდეს მერე. ხო და ჩამოსული ვიღაცა უცხო ქვეყნიდან ჩამოსული, რომელიც სხვა ქვეყანაში არის დამკვიდრებული და მუშაობს, იმას პრეტენზია არ გაუჩნდება, იმიტომ რომ იმას გარკვეული დროის პერიოდში, ხო, თავისებური შიშები აქვს, რომ რაღაცა პროტესტი რო გამოთქვას, აი ხელფასი მომიმატეთ და რაღაცა, იმას დაითხოვე და არც აქვს მაგის შესაძლებლობა, რომ მაგამ პროტესტი გამოთქვას და რაღაცა გინდა საწვავი რატო გააძვირე და გინდა ხელფასი რატო მაგ დაბალი მაგაზე პროტესტი გამოთქვას, ხო? ამიტომ ჭირდება თვითონ ჯერჯერობით ხელისუფლებასაც ესეთი კატეგორია ხალხის. ეხლა კადრი მინდოდა მეჩვენებინა რა, რასაც მიშა იძახდა, იმას იძახის სინგაპურიზაციაზე ჩვეულებრივად საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ანუ ერთ-ერთში გრძელდება ეგ პროცესი და იდეაში ეს უფრო მომგებიანია ამ მთავრობისთვის, რაც უფრო მეტი
უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება, უფრო ამათი ამომრჩეველი ეს არის ეგ არის დროებითი, ანუ ეს არის დროებითი ახლა, მაგრამ უყურეთ, როდესაც მე მომძლავრდება ის ჩამოსული ვიღაცა, ხო? ის მე თავის პირობებს წამოაყენებს თავისთავად, მადა გაეზრდება და იქამდე მივა მაგათი მოთხოვნა, რომ საკანონმდებლო ორგანოშიც მოითხოვენ თავიანთ წარმომადგენელს. რაც ხდება უკვე ევროპაში, რაც ხდება ამერიკაში, ანუ სადაც უკვე დამკვიდრებულები არიან და ძალა აჩვენეს, ხო, ადგილობრივებს, რომლებსაც ადგილობრივი უკვე ხმას ვეღარ იღებს, ხო? კიდაც ახლა ლონდონში აიღეთ, მერი ყავთ, სხვა პრემიერი ყავდათ ბოლო-ბოლო ინდუსი. პრემიერი. ქვეყნის მმართველი პირველი. მოდი მაშინ ერთ რამეს შეგახსენებ, შენ რასაც იძახი ახლა, ერთ-ერთი იძახი და მოდი ჩვენ წინაპირობა გქონდა, ერთი 2 წლის უკან მუსლიმთა თემის წარმომადგენელი იყო ერთი აჭარელი ნაკაიძე, თუ არ ვცდები ესეთი გვარის ადამიანი, რომელმაც პარლამენტის ტრიბუნიდან ხმამაღლა ყვირილით ახალქალაქში სასულიერო პირობას შევიდა და სკოლა რო აკურთხა, მაგაზე კრუნჩხებში ჩავარდა. ხო ახსოვს მომენტი? ანუ ჩვენ რასთან აქვს საქმე? ეს ყველაფერი რო დაიწყება, რასაც შენ იძახი რომ საკანონმდებლო ორგანოში შევლენო, აი მერე ესეთი ფაქტებით, პატარ-პატარა ფაქტებით, ბიჭო, ჯეიხუნა როა ეს მტირალა ჯეიხუნა. ჩვენი პატრიარქის ხადაგებაზე პრობლემები შექმნა, წარმოგიდგენია? და შენ აქ ქალაქებს რო აუშენებ, ვიღაცა უცხოტომელ არაბები არიან თუ ვინც არიან, ისინი რა დონის პრეტენზიებს გამოთქვამენ, ხო წარმოგიდგენიათ, კაცო, ვიღაცა ტირალა ჯეიხუნა, ვიღაცა მანნეულებმა, წვინტლიანმა, ვიღაცა თავარი არხის თავზე ხელგადასმულმა ფინიამ, კაცო, როგორ გაბედა თურმე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, რო თქვა, რომ ეთნიკურად უნდა გამრავლდეთო. გამიგე? დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს. თავის თავზე მიიღო ამან და გამოვიდა და პოსტების გამოცხობა დაიწყო, კაცო, და ვიღაცები აიყოლია. აიყოლია ისეთი კატეგორია ხალხი, აიყოლია, რომელსაც რა ვიცი, პირდაპირ აი ტვინი არ გააჩნია და აზროვნების უნარი, ანუ დღევანდელი დღით ცხოვრობს და ხვალე რა მოხდება, მაგას აღარ დაეძებს რა. თავის მომავალს, თავის შვილს რა დაემართება, მაგისთვის უკვე სულ ერთი არის რა. აი ჩვეულებრივი როცა არის უკვე აქ ეს სიგნალები და ჩვენ რო თელავის რაიონში რო სოფელი გვაქვს, რომელიც შემოღობილია არაბების სოფელი და კაცის შვილს შიგნით თუ არ უშვებენ და ეხლა ამ არაბულ ქალაქებზე რო ვლაპარაკობ და მე ეს რო შემოიღობება და შიგნით რო ჩვენი იურისდიქცია რო საერთოდ კალაძე რო იძახის რომ ჩვენი ისეთი სამართალდამცავები ყავსო რა ასე ლაპარაკობ. ბიჭო, აი შიგნით რო არავის არ შეუშვებენ და თუ შეუშვებენ იმას ცოცხალსაც რო ვეღარ იპოვეს ვერავინ. ჩვენი სამართალდამცავები უწყობენ ხელს, რომ აი ბარებში არ შეუშვან ქართველი კაცები. ჩვენი სამართალდამცავები აზრება უნდა უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებმა, აი საქართველოში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ეს უნდა გაითავისონ, იცი როგორ უნდა გაითავისონ? ეს ყველაფერი თავიანთ ტყავზე გადაივლის მერე. რამ 1-2 წლეულში. როგორც შენად თქვი, რომ საკანონმდებლო ორგანოში იქნებიანო და ბერკეტები ექნებათ იურიდიული კუთხით, საკანონმდებლო კუთხით, უკვე არჩევნებშიაც მიიღებენ მონაწილეობას და აი სუიმის ფიქრი მქონდა ხოლმე ისა ბიჭებო, აი მიშამ რომ თურქებს რომ მისცა მოქალაქეობა, ხო გახსოვთ? 30000 თუ რაღაცა. ისინი 10-15 წელიწადში იქნებიან 150000, კაცო და რავი, უმრავლესობაში იქნებიან ხმის მიცემის უფლებებით, ხო? ხო და როცა ესეთი რაღაცები ხდება და მან გორის მოსახლეობაზე მეტი მოსახლეობა უნდა ჩამოიყვანონ და გაიყიდოს ის ბინები და ჩაასახლონ, აი მაგის აი როგორ ავთქვა, კაცო, აშკარა საშიშროებაა და ამას ვერ იაზრებს. აი იცი რატო ვერ იაზრებენ? იცი როგორი კატეგორიაა? აი ის რო იყო LGBT პრაიდი რო იყო, ჩაიარონ მერე რა ესეთი ტიპები იქცნენ, ესეთი ტიპებად იქცა საზოგადოება. პერო გაყრილის ტიპები რო არიან რა. აი თითქოს ისეთია რომ ამას როგორ უნდა აკადრონ. გააკადრებიან კი არა, კაცო, კბილებში მოგაჭრიან თავს. იმიტომ რომ ეგ არის სხვა ერია. ძმა აი მე ახლა იქ წითელ მიწებზე ნაყოფი ვარ, კაცო, ერაყშიაც ნაყოფი ვარ, ქუვეითშიაც ნაყოფი ვარ და ავღანეთში. ძმას აკლავს ერთი ნაკადულის გულიზე, რომ თავის ნაკვეთი მორწყას. შენ ეხუმრები მაგათ, კაცო. ძმას არინდობს. აი წყლის გამო ხოცავენ ერთმანეთს და ერთმანეთს შვილებს მემკვიდრე ხო ბევრი ცოლები ყავთ მაგათ 2-3 მემკვიდრეთ რომელიც არის იმ ცოლები ერთმანეთის შვილებს კლავენ
ეგეთი ჯიშია ეგ კაცო, შენ გაწოცხლებენ აქ? შენ გიყურებენ, შენ იმათვისა ხარ ხელი შემშლელი ვიღაც ადამიანი, რომელიც იმის ადამიანის სიცოცხლეს საერთოდ კაპიკები არაფერი არ არის. გამიგე? შენ უნდა ჩამოგიშოროს. აქ რო გიცინის და ეს ქართველი გიდები რო დაძდევენ და ჰაბიბი, რა ჰაბიბი, კაცო, გიყურებს, გიცინის საერთი სულიად ხელი გამოგჭას. რა ჰაბიბი, ანუ ვინ არიან საერთოდ? სად დაყავთ ესენი რეებს ანახებენ?